გამარჯობა მეგობრებო. 7.9 არა, მაგრამ 5 ხდება და გადავწყვეტე უცბად ვიდეო გადავიღო Skin Club-ზე. მოგემასწორებთ, რომ წინა ვიდეოებიდან იდეალურად მივიდივართ, უკვე 9000-ზე ავედით, $1000 გვაქვს დეპოზიტზე და ნახოთ რა გამოგვივა. ასე რომ ეს ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ, არხიც გამოიწერეთ და აღწერში იქნება ჩემი პრომოლინკი, რომელზეც თუ გადავხვალთ ნებისმიერ დეპოზიტზე, დაგერცხებათ 7% ზემოდან ვართ Skin Club-ზე და აღარ არის ჩასარიცხი მეთოდები, ბარათი, PayPal-ი, Skin-ი, Binance-ი და კრიპტო. და კიდე სხვა რაღაცებია, კარგად არ ვერკვევი. ხო, მოდი დავიწყოთ ახლა кейსები გავხსნათ ცოტა, მე გავაკეთოთ. მოდი ვაფშე და ბეთლი გავაკეთოთ. ბეთლი არ გემიკეთება, ხალხო დიდი ხანია. ხო, და ერთი ბეთლი მოდი შევაგდოთ ახლა ჩვენ ძალიან მარტივად და მე იაფიანი кейსების ბეთლს გავაკეთებ ახლა მე შედარებით. როგორც წინაზე და ერთი ბეთლი სხვადასხვა იაფიანი кейსები ძალიან მაგარი ბეთლი გამოგვევიდა და სადაც $300-400-მდე გავაკეთებ. Так, მინიმალური იყოს $10 და მაქსიმალური იყოს $45 მოდი. Ну, სეკაპრო იყოს. Factory New იყოს, Monster Parade რო ჯანდავაც არის, ეს იყოს აუცილებლად. ეს იყოს Asimov იყოს, Factory Monster იყოს. ეს ultraviolet-ი ძალიან კაი кейსია. Hanami, Piece of Luck-იც, Major Legend-ები იყოს, Paracord-ი იყოს. $370. მე მეტი აღარც არის ესეთი აქ არაფერი და მოდი დავრედოთ. 16 რაუნდი იდეალური არის. მოგებაზე ვთამაშობთ, private-ია, ბოტებთან ვიწყებთ, ექსკლუზივები გვაქვს. წავიდა. ნახოთ რას ვიზავთ აბა. 6 თორს ვიგებ ამბოts. აქ უკვე $5 ვაგებთ დაახლოებით. რა 5 რამე თუ შემეშალა. ერთი ექსკლუზივი გვინდა სადმე და იმენა GG. ლიჟიბი ერთი ექსკლუზივი დავუიღოს. მე 7-ზე ვართ. აქ ერთი კაი Asimov-ი დაგვიგდე. არ დაგვიგდო. არა, აქ უნდა დაგვიგდოს Asimov-ი შემშალა. ის სტარტრეკია. არ დაგვიგდო აქაც. დაახლოებით არის პრე. და ძალიან ცოტა გვაქვს. სოზეროს, რატომ ახსოვე ეს სოზეროს? დაგვერხა. აი აქ დაგვერხა. აი აქ ძალიან. კიდევ კაი იაფიანი დავუგდო. რამე თუ დაგვიგდო ნორმალური შეგვიძლია წამოღება ძალიან ჩვეულებრივად. რამე რო დაგვიგდოს. ექსკლუზივი დავიღე მოვიგეთ, ვერ მოვიგეთ. ამაში გაგვიმართლებს. ერთი $200 რამე დავუგდოთ, ძალიან ჩვეულებრივად ვიგებთ. $200 გვინდა. პარაკორდ ერთი დან დავუგდეთ. აქაც ბოლოს ამას დავუგდო. ერთი $200 წავაგე ახლა. $200-ით. $160-ით წავაგე. სამწუხაროდ. ბოლო ის და ის, ფერი ისეთი. არა უშავს. წავედით кейსები გავხსნათ, დაგვჭა $629. ჩვენ ძალიან ჩვეულებრივად შეგვიძლია რომ $629-ით დავაქამბექოთ, არაერთხელ გვიქნია და მოდი გავაკეთოთ მაშინ ისეთი кейსების გახსნა, სადაც ასე თუ ისე რამეს დაგვიგდებს და დავაქამბექებთ. ერთი დანა წამოიღო. მე ხა ცოტა ხმას ჩაუწევ. აი ესე. $167 იდეალური. მოდი ეს აღარ გავხსნათ, იმიტომ რომ აზრი აღარ ექნება ამის გახსნას. ეხლა გავხსნათ გოდი. 10,000-ზე, არა, 11,000-ზე გვინდა ასლა ჩვენ. ჩვენი გეგმა არის ამ ვიდეოში 11 ან როგორც წაიღებს ვიდეო 12-ის და ზემოთ. ნელა ავალ. მე მივხედავ ჩემი უბრალოდ უკვე უფრო მაღალ საფეხურებზე ასასვლელად ტრიკებს მიმართავ. ნახოთ როგორ წაგვიო ვიდეო. აიანები რა. ეს არის. ეს ვირი უნდა ღირდეს. კი ბატონო, იდეალური $156 Factory New.
ესეც ჩავაპროფიტეთ. მოდი Galactic აქ გვინდა ჩვენ ხალხო ექსკლუზივი და ავშენდებით. ვაიმე, მეთქი გაჩერდება, ესაც არ ღირსიებ. $60, მაგრამ ჩვენ ამ кейსში მივეცით $77. არა, $71. კაი, ამ სამიდან მოდით დოპლერს გავხსნი, რომ ცოტა თანხაშიც ისე არ დავშეთ ძალიან. არ გაჩერდები ხო იმაზე? დამპალო. $54. კარგი. ეხლა ჩავყვეთ. უი, ხალხო, მე სულ დამავიდა დღეს პროცესზე ვიჯექის King Club-ზე. უცბად, ჩემი кейსი არ გავაკეთე? 21-ჯერ გავუხსნიეთ უკვე ჩემი кейსი, ხალხო. ვერ ნახევრები და არის? დღეს გავაკეთე და უკვე 20-ჯერ არანაირად გახსნეს. 0.5 დავაწერე. ძალიან საყვარელი кейსია ესეთი, რაღაც პროცენტი მეთონ დავაწერე ეს პროცენტები და დავაი გავხსნათ რა. ეხლა ისე დავადო შეიძლება გავგიჟდე. ჩემი кейსი. ნეორაიდერი. $48. $99 დავჭო. 21-ჯერ გახსნეს ჩემი кейსი. დღეს გავაკეთე უკვე ამდენჯერ როგორ გახსნეს ხალხო? დავა-ლაიქი. იყოს ჩვენთან. გავხსნათ ხოლმე. კაი, $99 დავჭა და მოდი majors გავხსნი ახლა მე და არა, მოცადე $99-ში რა მოგვდის ისეთი, რაც ცოტა სექსუალური იქნება. მიჭი Galactic Phase-ზე მეც კარგს ბაქფაში მე ის ვერაფერს ვერ ნახავს ჩვენ და მოდი გავხსნათ. ვა. რა მოხდა? გავიჭედით? ცოტა ხარვეზი იყო. დასწორდა. იქით არ გადახვიდე ბიჭო, ეს მაინც და რა ღირს ეს გლოკიც. აფექტორი ნიუ გაიფასებს. $5 რაღაც დავაგდე. კაი, $18-ად აი ამას გავხსნი ახლა მე და დავიშალოთ. რამდენი და $500 რაღაცები დავაგდე მე იგი არა. ჩემი кейსი მე შეიფასეთ, კომენტარებში დამიწერეთ, მაინტერესებს თუ მე ხსნით ხოლმე MagPass-ის кейსებს, როგორი кейსია. კაი, წავით upgrade-ში. რამდენი დოლარი? 84, 130, 5x. არა 5 ბევრია. კაი, იყოს ჩანდავს. კაი, $500. ჩვენ გვაქვს $384 comeback-ი. კაკრას. ანუ ეს და ეს შემიძლია დავაგვირდო? ეს? იყოს ეს ორი რა მნიშვნელობა აქვს? კაი. 384. მოდი თავიდან გავუშვათ 800-ში თუ გამოგვივიდა. ეს ჩავდოთ, მოდი. 53%-ია. აქ დააგდო. მოდი ცოტა აი ესე ჩამოვწიოთ და გავუშვათ. დაგვიდე რა. ხო. უნდა დავაკამბეკო. არა. დღეს კამბექი არ გამოგვივიდა. დღეს სამწუხაროდ კამბექი არ გამოგვივიდა, მაგრამ ჩემი кейსი გავაკეთე და ძალიან მომწონს, ძალიან საყვარელი кейსია. 0.5 დავაწერე, იმიტომ რომ ვიღაცებმა გააკეთეს кейსები და 0.9-ები აწერია რამოდენიმეს და მე დავაწერე 0.5 და ესეთი ლამაზი 5-იც გავუკეთე. ხო, ჩემი кейსია, მოკლედ ახალი. რო გინდოდათ ადრე მახსოვს, ეხლა აუდექი და გავაკეთე. დალაიქეთ ეს ვიდეო, არ გამოეწერეთ, აღწერაში რომ ჩემი პრომო ლინკი, რომელზეც თუ გადახოთ ნებისმიერ დებოზიტს დაგეცავთ 7% ზემოდან, მე დღეს დაგემშვიდობებით და მომავალ ვიდეომდე იქნებ იმედია მომავალ ვიდეოში მოგიხოდებით და ავალ 11, 12, 13.000-ზე. პრომო კოდი 0.0 7% ზემოდან, აგერად ჩასარიცხო მეთოდები, მე დღეს დაგემშვიდობებით. პკ
ვიცოდი, აი, ზუსტად 10 წუთი გახდეს და ვთიშავ.